ეს ტაკი მასხარა ბოკერია, რომელიც ბოდიში და დღეს რო გარეთ არის, ეს არის დიდი სირცხვილი, რომ ეს ნაცმოძრაობის გებელსი, რომ დღეს არ იხდის საჯოს და რო არის ციხეში, ეს არის უდიდესი სირცხვილი ამ ქვეყნის. ესე იგი, აი ყოფილი ეს საელჩო რო იყო რუსეთის, დღეს დახურულია და შვეიცარიის სექცია მუშაობს, ჩაატარა პერფორმანსი იქა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, პუტინ ხუილოს ზახილმა ლილი პუტინის ზახილმა რომ ამ ქვეყანას კარგი არ მოუტანა, ეს დავინახეთ ისტორიის მანძილზე. და ეს ხალხი რომ კიდე აი ამ რიტორიკას აგძელებს და კიდე უფრო მეტად აზიანებს ამ ქვეყანას, ეს არის დანაშაული, იმიტომ რომ რო ხედავ რომ შენ აი ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი ფასი და მხოლოდ ჩარვალ ჩახთილსა და მხოლოდ აი რაღაცა პერფორმანსებით იქ გინდა ვიღაცას ევროპაში და დასავლეთში მოაწოდო თავი და ამ დროს შენი ქვეყანა კიდევ უფრო დააძარალო, ეს არის ღალატი. აი ხა ჩატარდა რაღაცა პერფორმანსი, რომლის გამოც კიდევ უფრო მეტად დაზიანდა საქართველოს ინტერესები. რუსეთის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას უგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსეი ზაიცევმა განაცხადა. მისი თქმით 26 იანვარს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა. ზაიცევმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელსაც გაეგზავნა. ცნობისთვის 26 იანვარს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებული უკრაინის მიმართ მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით თავისუფლება უკრაინას ბოროტსა სძლია კეთილმან გაიმართა.